ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართული ოცნების არჩევნებში გამარჯვებას ეხმაურება. ივანიშვილი 13 წლის შეჯამებას ახდენს და მოქალაქეებს კვლავ ქართული ოცნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ მშვიდობიანოდვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისათვის ვიბრძოლოთ. ივანიშვილი ვრცელ პოსტში ხაზს უსვამს განვლილ 13 წელიწადს და გამოყოფს იმ მიღწევებს, რომელსაც მისი აზრით საქართველომ ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ მიაღწია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული ოცნების ხელისუფლება ერთადერთი მმართველი ძალაა, რომელიც უწყვეტ მშვიდობას ინარჩუნებს. ამავდროულად კი არ არსებობს არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც 2012 წელთან შედარებით მდგომარეობა კარდინალურად არ არის გაუმჯობესებული. ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული კვლევები და რაც მთავარია, ისევ და ისევ ქართველი ხალხი, რომელიც კლავაც გვენდობა და ქვეყნის მართვის მანდატს გვანიჭებს, წერს ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ფიქრობს, რომ განვლილ 13 წელიწადში იყო შეცდომებიც, თუმცა არა იმ ხარისხის, რომ ჩვენს სახელმწიფოებრიობას თუ ფიზიკურ არსებობას საფრთხე დამუკრებოდა, არა იმ ხარისხის, რომლის გამოსწორება და აღმოფხვრაც შეუძლებელი იქნებოდა. წარსულში ჩვენი გუნდის არაერთმა წევრმა გადაწყვიტა, რომ გავლენიანი უცხო ძალების მორჩილებაში გადასვლას, ან ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაზიანების ხარჯზე პირადი კომფორტისათვის ზრუნვას მათთვის დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო. შესაბამისად, გუნდისა და ქვეყნის ინტერესების გვერდით გადადება ზღირდა, თუმცა ჩვენ ამას გავუძველით ამ პროცესში ისევ, როგორც 2011 წლიდან მოყოლებული ქართული საზოგადოების ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომა მაძლევდა და გვაძლევდა ბრძოლის შემართებას. გვიმყარებდა რწმენას, რომ ყველა სირთულის გადალახვა შეგვეძლო. წერია ბიძინა ივანიშვილის წერილში. ივანიშვილი ვრცელ პოსტში ასევე საუბრობს ეგრეთ წოდებული უცხოური ძალების მცდელობაზე გავლენა მოეხდინათ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. დღეს ჩვენ აღარ გვეშლება ხარისხობრივი შეფასება იმისა, თუ ვინ მეგობარია და ვინ მტერი. კარგად გავაანალიზეთ, რომ არც ერთი უცხო ძალა ჩვენს დასახმარებლად არ იღწვის ყველას საკუთარი ინტერესები და სურვილები ამოძრავებს. ცხადია, არავისთან პარტნიორობაზე უარს არ ვამბობთ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასუსტებისა და საქართველოს გამოყენების ხარჯზე. მტკიცედ ვდგავართ პოზიციაზე, რომ პარტნიორობა და მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი. ჩვენი ერთიანობის 1 ოქტომბრის იდეალების განვლილი წლების მონაპოვარისა და მიღწევების დაცვის თვალსაზრისით კიდევ ერთი გამოცდა გველოდება 4 ოქტომბერს. მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნიღაბ ჩამოხსნილი შიდა და გარე მტრები არეულობის სახელმწიფო გადატრიალებისა და საკუთარი მიზნების განხორციელების კიდევ ერთ შესაძლებლობას ხედავენ. კითხულობთ პოსტში. გაუმარჯოს ერთიან ქართველ ხალხს, გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს. სწორედ ასე ასრულებს პოსტს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. 2012 წელს კი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ქვეყნის სათავეში ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების დაპირებით მოვიდა. სამწუხაროდ ახლა ეს დაპირება გაურკვეველი ვადით არის გადადებული. ჩვენ საუბარი ქონდა საგარეო პოლიტიკაზე, ქონდა შეხედულებებზე და ესე შემდგომ იქთან ხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რაც ჩვენ ორივე მხარეს გაცხადებული ქონდა, რომ ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე, რომ აუცილებლად ჩვენი სტრატეგია გაგრძელება იქნება წინა ხელისუფლების, ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისაკენ და აუცილებლად საქართველო მოახერხებს უახლოეს დროში გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.